ომი წაგებული იქნა მაშინ, როდესაც აფხაზეთში შევიდა ჩვენი ჯარი. რატო? იმიტომ რომ ეს იყო ხაფანგი, თავიდანვე. და ამ ხაფანგიდან ჩვენ ამ ხაფანგში შეგვიტყო ეს იყო შეცდომა, შეტყუება ამ ხაფანგში. მე კარგად მახსოვს ეს პერიოდი და ძალიან ხშირად ცდილობენ რომ ეს ასე ვთქვათ შეცდომა ედუარდ შევარდნაძეს მიაწერონ. თუმცა მინდა გითხრათ რომ მიუხედავად იმისა რომ გარკვეულწილად ყველანი თანამონაწილე ვიყავით ამ ძალიან მძიმე შეცდომის და ედუარდ შევარდნაძეს ალბათ, მაგრამ რეალურად ეს ასე ვთქვათ წინასწარ განზრახული სცენარი იყო რუსეთიდან მოდიოდა და კონკრეტული შემსრულებლები ყავდა და ერთ-ერთი ასე ვთქვათ ამისი თავი და თავი იყო თენგიზ-კიტოვანი. მაგრამ აფხაზეთში შესვლას წინ უძღოდა რა პროცესები, რომ ხან რკინიგზა ფეთქდებოდა, ხან ისა, ხან იძარცვებოდა. ეს იყო ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ღვთისა, რომელსაც ბატონი გამსახურდიას მომხრეები წარმოადგენდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ თუ საქართველოს ეკონომიკას გაანადგურებდნენ, შეძლებდნენ შევარდნაძის ხელისუფლების დამხობა. იგირიდან დაწყებული ადიუსმა ოჩამჩირსვა განლაგებულ რკინიგზის შემადგენლობას ანაფეთქებდნენ, ან მთლიანად იტაცებდნენ ტვირთებს. არავინ არ მალავს, რომ ჩამოვიდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, და ვითხრენ, რომ 7 მილიარდი მანეთის ტვირთები დაიტაცეს მარტო სომხების კუთვნით. ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება ერთობლივი პატრულირების შესახებ და ეს შეთანხმებული იყო არძიმბასთან სხვათა შორის. ნუ ეხლა ის მუხანათი კაცი იყო და ბუნებრივია იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რაც მათ ამოძრავებდათ. ერთს ამბობდა, მეორეს ფიქრობდა, მესამეს აკეთებდა, მაგრამ რუსებიც იგივეს აკეთებდნენ. ეს რომელიც არ იყო ჩაფიქრებული როგორც სამხედრო ოპერაცია, კიდევ იმეორებ ეს ყველაფერი დოკუმენტები, ეს ნახაზები, სქემები შემონახულია და მე მინდა რომ მოსახლეობა მიცოდეს, როგორი იყო სინამდვილეში, რა იყო სინამდვილეში ეს ყველაფერი. გაწერილი იმ საქმეებში მთლიანად არის აღწერილი ჩვენ სასამართლოში რაც გავგზავნეთ. მთლიანად გეგმა, ნახაზები, სქემები და ეს ამოღებულია და დადებულია იმ სტენოგრამებთან ერთად, სადაც ეუბნება და აფრთხილებს ყველას. ეკრძალებათ ქალაქებში და სოფლებში შესვლა. არავითარი მოსახლეობასთან კონტაქტი, არავითარი გადასვლა, მხოლოდ რკინიგზის დაცვა, სიგარეტის საყიდლათაც ვერ გადავა ისა, მომარაგებული იქნება ამის და უჩადზე გამოყო გენერალი ამასთან. ეს მასალები ყველაფერი იქ არის. უნდა იყოს სამ ადგილზე, სამტრედიასთან, სოხუმთან ახლოს დაბანაკებული და ლესელიძესთან ახლოს დაბანაკებული. და აი გააცილონ მატარებლები. რუსეთი ორივე მხრიდან ძაბავდა სიტუაციას, ქართულ ხარეს აკეზებდა შედით, არძიმბას ეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ომი დაიწყოს. კიტოვანი ვალდებული იყო ჩასულიყო სოხუმში, დავალება ჰქონდა. და ეს სქემა, გეგმა გაეცნო არძიმბასთვის, რომელსაც მე წინასწარ ველაპარაკე და შევთანხმე აი ამ ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა. და ეს მან არ გააკეთა. და კიტოვანმა გაიარა სოხუმის ცენტრში. თავრობის სახლზე ის მწვანე ხელიანი დროშა რო იყო, ის ჩამოხია. მამუჩი გაუკეთება რა? მამუჩი გაუკეთება. მოდი ზუყალა. სოხუმზე ქართული დროშა ბრიალებს. დავай. ასე ფერი დამეცალე. ქართული დროშა ბრიალებს. ანუ დემონსტრაციული რაღაც ნაბიჯები გადადგა. ეს იყო პროვოკაცია წმინდა წყლის. ეხი გადაადგეს თუ არა ენგურზე და აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდნენ, ეგრევე რუსებმა დააწყებინეს სროლა სეპარატისტებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მაშინდელ თავდაცვის მინისტრს
მე და ჯაბაიოსელიანი დელი 2 დღის განმავლობაში ვეძებდით. სად იყო ვერ გავიგეთ. ხან დასავლეთშია, ხან აღმოსავლეთშია და ამ დროს პოლიცია შედის გალის რაიონში და იწყება სროლა, იწყება ბრძოლა. აი ესე დაიწყო ეს ომი. მართლაც საბედისო შეცდომა ის იყო, რომ მე უნდა დავждარიყავი თვითმფრინავზე, ჩასულიყავი და გამეგზელებია საუბარი არზინბასთან. შეიძლება რაღაცა გამოსულიყო, შეიძლება არაფერიც არ, იმიტომ რომ ისინი იზამზადებოდნენ. ისინი მზად იყვნენ ომისათვის. აი ხანდახან გზნობდი ხოლმე, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით სხვა გეგმა ქონდა, სხვა რეალობა არსებობდა და აბსოლუტურად სხვანაირ პასუხებს იღებდა ხოლმე. ვერ წარმოვედგინა, რომ ყოფილი თანამებრძოლები უღალატებდნენ იგივე დემოკრატიული ფრონტიდან მოსკოვის. ხელშეკრულება შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე აი ესეთი, აი და ორჯერი მაშინ ფუნდამენტი ორჯერვე დარღვის რუსებმა პირველი დარღვით გაგრაიღეს, მეორე დარღვისას უკვე სოხუმი აიღეს. ეხლა ხშირად ისვება კითხვა, რომ რაღაცე უჯერებდით და სხვა რა გზა გქონდა რომ სოხუმის იერიშის განახლებამდე რა თქმა უნდა წინ უსწრებდა ისე როგორც ქართველებს ჩვერია ღალატი. ჯერ იყო ძალიან დაიძაბა ვითარება სამეგრელოში და არამარ ზუგდიდიდან უკან სენაკი აბაშა მთელი სამეგრელო დაიყავეს, გამოვიდნენ ფოთში, გამოვიდნენ ვანში, მოადგნენ სამტრედიამდე. ასეთი სამკუთხედები გამწვავება სიტუაციის თბილისში, აქ შევარდნაძის წინააღმდეგ გამოსვლები, პარალელურად ფოთის დაბომბვა და პარალელურად სოხუმში მოქმედებები. თქვენ იცით, რომ აი ამ აფხაზეთის ომის დროს გამსახურდიას მომხრეებს, შეიარაღებულ მომხრეებზე მაქვს ლაბარაკი, ჰქონდათ შექმნილი მეორე ფრონტი, ეს ზურგში, ჩვენ ზურგში, ეს იყო ტრაგიკული მოვლენა, რომ ქართველები ეს ნაბიჯზე წავიდოდნენ, რაც აუნა ვერ იტანდა ხელისუფლებას უგოჯერება, ხა წარმოიდგინეთ ვინმეს რომ გორში შეექმნა სააკაშვილისთვის მეორე ფრონტი ზურგში, ხო? ეს ხო ღალატია, რაც აუნა არ გიყვარდეს. სამშვიდობო ხელშეკრულება იყო დადებული აფხაზეთში და სული უნდა მოეთქვა ქვეყანას პრაქტიკულად იძულებული გავხდით, რომ ნახევარი სამხედრო ძალები გადმოგვესროლა დასავლეთ საქართველოში, რომ რამენაირად ეს იერიშები შეგვეჩერებინა და მანქანა გამოვიყვანე, არაფერი არ მაქვს, სახლი დამწვარი მაქვს, ეზო ყველაფერი და ის კიდე მარტნევენ ეგერ და დამეხმარება. რა ვიცი მე ბიჭები მევიდნენ და მარტნევენ იგი. სად არიან, რომელ ქუჩაზე ხარ? იმის ლუქსემბურგის ქუჩაზე ვარ 9 ნომერში. დაგვეხმარ ზენიტში მე დამეხმარე. არაბელი არ გამოჩნია. მუგეშინია გასო, ასვია გასნა. შემოვიდა პოლიცია, შემოვიდა. სოხუმი გადარჩენილი მინაშენია შესული? მინაშენი არა, უკრიდან არ გაიშვი. ისინი დატოლებები ხარ. ეხლა მომიჭერი კიდე რა. ავი თუ საიტარი. ამ წუთას გადარჩენს მაგი აგა. ეს თქვენი მოსახლე იყო, მოსახლე. მე გავცვიდო დღასო, დახურტავენ ახლა. არა, ჩვენ გვაცემოს ის ახლა. ჩვენ მაშინ დავაცადეთ ახლა. დანელელე ყველაფერი მოწესრიგდება. ჩვენ მაგას ვიძახი, თუ მოწესრიგდება ჩვენ. აი კი რა რა პური საჭმელი მილიონებს ხოვლები კიდე. ვინდა აგერ? აგერ. რას უნდა გამაგეთ მე თვითონ ვიცი. ალბათონო არის მაშინ მოსული. გეღობა და ცივილ რაც იყო? ერთი წლის მაშინ მოსულიყავი მე და არ შემოვიშვი ზუგდიდში. ყველაფერი წესრიგში იქნებოდა. ოთხი ვართ კავკასიის ლიდერები და ელჩინი ჩახლით. ხო და რუქა მომეცით დაიმნე და კარტო გავერთ. დადეს გადააფარა სამაგიდაზე და და წითელი ხაზია გავლებული. წითელი ხაზი ციფის გვირაბი რო არ მთა, ამ მთას მიყვება. ხო და ესე გავყოთო შვაზეო საქართველო, აქეთო შენიყავიო და იქეთო ზიადი იყოს. აი საქართველო დაიყოფო რამდენიმე ნაწილი. აქეთ თბილისში თქვენ იქნებით, იქ ასანაბაშიძე იქნებაო, იქით გამსახურდია და იქ აფხაზეთი, იქით ცალკე რა თქმა უნდა ცხინვალის რეგიონი და ასე შემდგომ.
და დაამთავრეთ იქ ლაპარაკი, მე უთხარი თქვენგან არაფერი არ გამოვა. თვალშორის აყვირდა ალიევი. დღეს საქართველოს მიმართ ასე იქცევით თუ და ხვალ აზერბაიჯანის მიმართ იქნება ეს ამბავია. კაი სიტყვა ისეთი რა, ბაცდავილი. ედვარდ შევარდნაძეს აი ეს მოუწყვეს. პირდებოდნენ ყოველთვის და საბოლოო ჯამში მოატყუეს. მას ჰქონდა ერთი თვისება, როცა რაღაცაზე ბრაზდებოდა ან რაღაცა საკუთარი თავის გამკლავება უწევდა, ხელების მოკუმბვა იცოდა ხოლმე, აი ასე. თიც აი ასე დაიჭერდა. ხო და აი ასე რომ შეხედავდი, უკვე გრძნობდი რომ რაღაცას ებრძოდა შინაგანს რა. Инициатива вчера собралась эта комиссия, контрольная комиссия, и нам предлагают полную капитуляцию. Подчеркиваю, полную капитуляцию. Пастухов и другие, так сказать. Вот вам и посредничество. Так не бывает большой и серьезной политики. Поставить на колени маленькую страну, вроде для России это не проблема, но все же это не удастся. Народ на капитуляцию не пойдет. ეს სოხუმის დაცემის წინ ხდება. ყოველდღე რო შეტევები და ყოველდღე მასირებული შტურმი და აი კბილებით რო გვიჭირავს სოხუმი და მაშინ ესე ვთქვათ რუსები და ის რომ აი შეხვედრა მოეწყოს ადლერში, ჩამოვიდა გრაჩოვი თავის გენერალ შტაბის უფროსთან ერთად, თავის სამხედროებთან, სხვებთან ერთად. აქ შეხვედრა თითქოს და იმას ეხებოდა, რომ ჩვენ აფშუაში არა ვართ და რაღაც შვიდობა გვინდა, აი რა შეუულიათ მათ გააკეთო, რომ ცეცხლი შეწყდეს. და ესე მოულოდნელად უცბად გვთავაზებს ორი დივიზიის შეყვანას, ერთ დივიზიას სოხუმში შემოიყვანა, მეორე დივიზიას კიროვაბადში, აზერბაიჯანში. ჩვენ ერთმანეთს გაოგნებულებმა ჯერჯერობით გადმოგხიდა მეწყა აღარაშოს, რომ ეს არის პირდაპირ ოკუპაციის გეგმაო. პირდაპირ ვთქვი, მე ესაა ოკუპაცია პირდაპირ და ამაზე უნდა მოვაწეროთ ხელი. მე გრაშომა თქვა, რომ აწი რაც მოხდება თქვენ თავს დააბრალეთ, ადგა წავიდა საბანავა საზღვარს და მე დაკავშირებას მაინტერესებდა მასთან არაფერი არ გამოვიდა. ამ ოპერაციას თვითონ რუსების გენერალურ შტაბში კოდური სახელი ქონდა კავკასიური ომი, კავკასკაია ვაინა. წარმოგიდგენია თუ რა გარანტია ქონდა ორი დივიზია სოხუმში შემოვიდოდა და ორი დღის მერე ზუგდიდში არ ამოყოფდნენ თავს, მერე ქუთაისში და ასე შემდეგ. ფაქტიურად ეს იყო საფრთხე მთელი დასავლეთ საქართველოს ოკუპაციისა. კალესნიკოვი გენერალური შტაბის უფროსი რუსეთის გამოვიდა ტელევიზიით დუმაში, 2-3 დღეშია სოხუმი დაეცემაო. ძალიან დიდი გულუბრყილობა ვიფიქროთ, რომ რუსეთს ჩვენ ომს მოუგებდით, რუსეთის მთელ ამ არმადას თავის ინტერფრონტით, რომელიც მან თავის შექმნა უზარმაზარი მთელი ჩრდილო კავკასიელებისგან, ბაგრამიანის ბატალიონებისგან, სასწაული აი მთელი ინტერფრონტი მოგვისია, ესე ვთქვათ, ჩეჩნებიდან დაწყებული კონფედერატა ყველა ჩვენ წინააღმდეგი იყო, იქ გამოიზარდა შამილ ბასაევი, გილაევის უყველა ჩვენ წინააღმდეგ ომში და ომს რა თქმა უნდა ვერ მოვიგებთ. ყოველდღე ველოდებოდით, აი როდესაც დაიწყო კოლონამ, დამხმარე კოლონამ ჩამოსვლა, ყოველდღე გვეკითხებოდა ჯევარდნაძე, რომ და საკუთარი თვალით უყურებდა, რომ ვითვლიდით, მაგალითად ქუთაისი გამოიარა 8000 მონაცემო. 7000 მოვიდა ტამიშამდე, იმიტომ რომ 1000 გზადაგზა დარჩა. ახალდაბამდე მოვიდა 6000. კიდე რაღაც ჯგუფები ჩამოაგდნა. გვარდიამ და თავდაცვის იერიში ახალდაბასთან საკმაოდ ძიმებს ხვერპლი ნახეს, ვერ გადმოლახეს. ჩვენ მართლა დიდი იმედი ქონდა უჩამჩრის, მე მახსოვს შიკრიკებს ვაგზავნიდით ხოლმე კოდორისკენ, კოდორის აქეთან აპირთან. ჩანან თუ არ ჩანან. მათ შორის კოდე გაბაშვილი იყო ჩემი პირადი შიკრიკი, 15 ჯერ მაინც მივიდა ეხლა, მაგრამ მოქონდა სულ ამბავი არ ჩანან. არ დაძრვა არავინ. ექსპრეზიდენტის მომხრეები წინ აღარ მოდიან, გოჩამჩი კინთხთან დგანან. იტოვანი აჩიგვარაში გაჩერდა თავის 1000-მდე ერთგული მებრძოლით, რომ მის იდეა შემოიღო, რომ იქ კვარჩელის აღება არის აუცილებელი და არა გადმოსვლა. რაც შეეხება იმ
100-ზე მეტ მებრძოლს, რომელიც მართლაც ჩამოიყვანეთ გუშინ, ამან ძალიან დიდი როლი შეასრულა. ისინი უკვე მონაწილეობენ გუშინვე ჩაერთვენ. აი ასეა ყოველ 10 წუთში ასეთი აფეთქებები, შენობების გრევა, ადამიანების ხვედრი და ასე შემდეგ. თუმცა მათ შესანიშნავად იციან რასთან არის დაკავშირებული. მაშინ კიდევ იმედი გქონდა, რომ ის ჩვენი ჯარის ნაწილები, რომელიც ქალაქის მისადგომებთან იყო და ვერ გადმოდიოდნენ იმ დინარის ხიდზე, რაღაცნაირად შემოვიდოდნენ და რაღაც დახმარება იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. ის რომ ალყა გახსნადი იყო ეს აჩვენა გიორგი ყარყარაშვილის რეიდმა, როდესაც 10 კაცით გადმოვიდა და 5000 კაციდან 300-ის მეტი დაახლოებით არ აღმოჩნდა არავინ, ვინც მდინარე კოდორი გადაჭრა და შევიდა სოხუმში. ბოლომდე მჯეროდა რომ სოხუმს შევინარჩუნებდით. ბოლომდე მჯეროდა. ამ დროს რუსებს უკვე ჩამოყანილი ყავთ. ექს-პრეზიდენტი უკვე მოჩამცირესა და ზუგდიდშია დაბანიკებული და მოუწოდებს, რომ ჩვენ ალყაში ჩავარდნილ სამხედრო ხელმძღვანელებს აღარ დაგვემორჩინონ და სახელმწიფო მეთაურს და რომ ის იღებს ძალაუფლებას თავის ხელს. მაშინ პრეზიდენტმა გამსახურდია მოუწოდა თავის მომხრეებს, რომ დაეტოვებინათ სოხუმი და ყველანი მასთან ჩასულიყვნენ და მერე თითქოს იქიდან შეუტევდნენ თავიდან და ასეთი რაღაცები და ძალიან ბევრმა მაშინ პოზიციები მეატოვეს. რომ უნდა შეიქმნას ერთიანი სამხედრო ხელმძღვანელობა, ერთიანი სამხედრო შტაბი და ყველა შეიარაღებული ძალა, თვითუკანონო ხელისუფლების შეიარაღებული ძალებიც უნდა წარმოქმნდება, რომ მე როგორც საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს წარსულ ადამიანზე ცულს არ ამბობენ, არც ახლა არ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მან თავისი დიდი მისია შეასრულა უდავოდ, როცა გამათავისუფლებელ ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობდა. მაგრამ ამავე დროს აფხაზეთის დაცემა, აფხაზეთის კი არა, სოხუმის დაცემა დიდად განაპირობა იმან, რომ ასეთი სოხუმს იცავდა 5 ბატალიონი, გუმიშტაძეს 5 ბატალიონი, ქართული ბატალიონი და მათ მიიღეს ცნობა, რომ არის ბატონ ზვიადის განკარგულება, მოიხსენით და ჩამოდით ოჩამჩირეში. ამ დროს დამხმარე ძალის ყველა რესურსი სოხუმისათვის იკარგება 21-ში თვითფრინავით მოფრინავდა 100-მდე დამხმარე ბიჭი, მებრძოლი ის თვითფრინავი ჩამოაგდეს 24-ში, კიდე ერთხელ 80-მდე დამხმარე მებრძოლი მოფრინავდა ის თვითფრინავით ჩამოაგდეს სოხუმის თავზე. უშინდელი გამყიდველობის და მუხანათობის შემდეგ მე ახლა ჩიხში ვარ და ვერ ხედავ გამოსვლას. ხალხი მაშინ იყო, როდესაც დაიწყეს პოზიციების მიტოვება ჯარისკაცებმა და ყველა ამბობდა, რომ ბრძანება გვაქვს მიღებული. მოღალატეობრივად ჩააბარეს, ეს იყო ფუნიკულორი. და მაშინ უამრავი ბიჭი დაიხოცა, დაიჭრა, მაგრამ იმ სიმაღლის აღება შეუძლებელი იყო, აღმატებული ძალები ყავდა მტერს მაშინ. აი ამ დონეზე იყო ღალატი და ეს სერიოზული ღალატი იყო. როდესაც ნაწილებმა, რომლებიც არ ბრძოლაში მიუღიათ მონაწილეობა, საკმაოდ დასვენებული და კარგად შეიარაღებულები იყვნენ, ვარი თქვეს სოხუმში შემოსვლაზე. მე დიალოგებიც მახსოვს და ადამიანებიც მახსოვს, როდესაც ერთ-ერთ მეთაურს უთხარი, რომ ნახევარსაათში გავდივართ კოდორზე, უნდა გადავიდეთ მეთქი და ჩემი მეთაური სხვა არის. ამის შემხედვარე უკვე ჩემი ერთგული გვარდიელებიც და ხელისუფლების მორჩილი გვარდიელებიც და სამხედრო ხელმძღვანელები უნდობლობას აცხადებენ, რომ თვლიან, რომ ისინი თუ სოხუმში შემოვლენ, ექს-პრეზიდენტის მომხრეები ესვრიან მათ ზურგში. რომ იძახდნენ ისინი, რომ არაფერი არ მოხდა და ჩვენ არ ვაფეთქებდით და ჩვენ არ ვაგრევთ, ეგ დართულია.
დღესაც მოქმედი თანამდებობის პირების ის გამსახურდიას როგორ მიმართავენ 24 სექტემბერს, რომ რის დახმარება სიული რომ ურეკავს იქ. ათასობით ხალხი ჩამოდის საქართველოს ყოველი კუთხიდან და სამეგრელოს აქ მონაწილეობის გარეშე გადარჩება ეგ საქმე, კარზია, მომგარიში, შემოსულები არიან შიგნით და დანარჩენი გავარჩიოთ მერე. უკითხე რა მდგომარეობა, აქ არის დამთავრებულია ყველაფერი და დამთავრდება სცენარში. თქვენ იცით მე ჩემი ძირები იქაც არის და დამთავრდება ეს ყველაფერი. ეხლა არ არის ამის გარჩევის დრო. მე პირადად ჩემი ამბისთვის თქვენ არასოდეს არ თხოვთ. მე არასოდეს ჩემი პირადი ამბისათვის არავინ არ მითხოვია და არც არ აღთხოვ თქვენ, მაგრამ თუ თქვენ რაღაცა დაგჭირდება და თუ შემეძლება მე ამოგიგებით გვერდით. ეხლა საქართველოს უნდა ამოვუდგეთ ყველანი. მე ასე მგონია, მე გაუნები გაცურა და დანარჩენი როგორც თქვენ გინდათ ისე გადავწყვეტეთ. ულტიმატუმს თუ მიღებთ, ეს არ არის ასე დროს, ეს არის ხამარწვეს დარტყმას ნიშნავს და ეს ვაჟკაცხალს არ ეკადრება ხამარწვეს დარტყმა. ეხლა უჭირს საქმე და თუ მოდიხარ, ამოდით და გააკეთეთ საქმე და დანარჩენზე მე ვლაპარაკობ. მე ჩემი საზღვარი გითხარით და ათი თქვენიც. და იმ საღამოს ზუგდიდში შტაბში ხდობა აქვს. გამსახურდიას და იქ დაჟინებით ეუბნებიან, არა, ეხლა ჩვენ დროებით ჩავაბაროთ აფხაზეთი, რომ ეს ტოლვილები წავიდნენ და ხუტა გადააგდოთ თბილისში. აი ეს არის უდიდესი უბედურება საქართველოში და ჩვენ არ დავუშვებთ ამ მორალატური კაპიტულატური ხელშეკრულების განხორციელებას. მთელი საქართველო ფეხზე დადგება და ხუნტა ჩაქოლავს და აფხაზეთს დაიბრუნებს. ოჩაფჩირეში როგორ უნდა დაეცეს ყველაფერი, ეგეთი ყველაფერი და შევარდაძემ ჩაამარაო, მერე იქამდე მიდის, ხო? იქ გვარებითა და სახელდებით არის იქა. აფსაძე და გუგუშვილი და ყველა და არ შეხვიდეთ და არ დაეხმაროთ და გამსახურდიას და მისი ცოლის საუბრები. ეს ყველაფერი არის რეალურად თავის აუდიო კასეტები. ჯაბა იყო იოსელიანი მაშინ და გამოვიდნენ და წავედით ქალაქის ცენტრში. ამ დროს ქალაქის ცენტრი იბომბება, თითქმის ყოველ სანტიმეტრი იბომბება და ძალიან დიდი საშიშროება. ყველანაირად ვეცადეთ, რომ არ გაგვეშვა. მაშინ გვაგინა, გლანძღა, უკანასკნელი თქვენ ახართ მოღალ. რა ვიცი, ყველაფერი გვითხრა, ოღონდ ესე იგი, რომ რატო იმაშებით, თქვენ შიშრებულად რაღაცები იყო ესეთი და მოკლედ მისი მანქანის გასაღები, ესე ვთქვათ, დავმალეთ. ამ დროს უცებ სხვა მანქანა გაჩერდა და ჩახდნენ პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით ჯაბადა და წაგვიყვანდნენ მძღოლს და გავეკიდეთ უკან, რა უნდა გვექნა, გავედით სოხუმის ცენტრში. ხოშურის მე და ჯაბა ჩავედით დაბლა და ეს ბატალიონები რო გარბიან, დავდექით ასე პირდაპირ. მიჯებო რა შევია, არა, ყველაფერი დაკარგული. დაუბრუნდეთ, თქვენთან ვიქნებით, თქვენთან მოვდივართ. არა, უკვე გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი. საშინელი დაბომბვა მიდიოდა სროლა, გადმოხდნენ მანქანიდან და პირდაპირ ხელით აჩერებდნენ ჯარისკაცებს და დაბრუნდით პოზიციებზე, არ დაკარგულა, ყველაფერი კარგად იქნება, დამხმარე ძალა მოდის. აი პირდაპირ ესე ქუჩაში დაძლებდნენ და აჩერებდნენ და მაგრამ სამწუხაროდ უკვე ესეთი პანიკა იყო, რომ ძალიან რთული იყო იქ უკვე რაღაცის გაკეთება. აი ახლა ეს გასროლა რა იყო? ისევ შობრული შტაბში და ჟული. სად არის ჟული? დავრეკეთ ჟული თავის კაბინეტშია. ახლა მე რა შემიძლია იქ სულ 3 ცალი ტანკი დგას შტაბის წინ, მეტი არაფერი. და რამდენიმე 10-15 კაცი იქნება. და გიამ თქვა ყარყარაშვილი ვარ, რომ მე გავარღვევო იქ. უკვე ალყა იყო. ალყაში იყო ეს საქმე, გავარღვევო ალყას და გამოიყვანს ჟულის და კიდე იყო რამდენიმე კაცი ისე. სადა გიამ, მაგრამ აფი არ გამოვიდა, ვერ გაარღვე ალყა. სოხუმის ბოლო დღეები იყო და როგორ მოხდა იქიდან მისი გამოყვანა და როგორ არ უნდოდა იქიდან გამოსვლა, სანამ პირდაპირ გითხრა, სანამ შარტავას არ გამომიყვათ, მე აქედან ფეხის მომცვლელი არა ვარ. მაშინ იდგა საკითხი, შევარდნაძე უნდა გაეროში გამოსულიყო ამ ამბავთან დაკავშირებით და გაფრენილიყო უნდა ნიუ-იორკში. და მაშინ ყველა მუთხრა, რომ
ეს აუცილებელია თქვენი თბილისში ჩასვლა, რათა მსოფლიოს ემცნოს რა მოხდა აქა, რათა კიდევ ესე იგი რაც გვაქვს ის შევინარჩუნოთ და თლად თავზე არ დაგვემხოს ყველაფერი. იმიტომ პლუს უკვე იწყებოდა სამოქალაქო ესე ვთქვათ ომის ესკალაციაც. ეს იყო ესე იგი ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი განცდა, მწარე განცდა, სიმწარის და შინანომის და ტრაგიზმის. ეს იყო სოხუმის დაკარგვა. სოხუმის დაკარგვა, როცა მე დავინახე, რომ უკვე ორჩან გათავდა სოხუმი დაკარგულია, ესე იგი ფაქტიურად აფხაზეთის საკითხიც შემოbrunდება ეხლა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ელცინმა რო დაურეკა, ეხლა გამოაგზავნე თვითრენავსო და შენო ევაკუაციას გაიკეთებენ და я да если вам говорят, я не нравлюсь здесь, ай Сохум роется. Ну зачем людей убивать? Зачем это самое? Если я вам препятствую этим вопросам. Аутиман раутхраехидам, я отсюда, говорит, никуда не пойду, мне не нужен вас самолет. Თვითრენავსო ახლა შევაჩერებ 2 საათით ბრძოლასო დავსვამ თვითრენავსო. ეს კაბინეტში მე ვიჯექ გვერდზე ლაპარაკო. რომ დაამთავრა ეს ხოლმე დადვაზე ერთი მაგის დედაცვად ირე. საერთოდ როგორ გადარჩა, როგორ გაფრინდა სოხუმიდან ეს დღესაც ჩემთვის მაგალითად მე აზე არა ვარ, იმიტომ რომ სოხუმი თითქმის დაკარგული იყო, აჯუბჟა იყო სოფელი აეროპორტთან, რომელიც აფხაზების ხელში იყო და იქიდან მიდიოდა, ასე ვთქვათ, ცეცხლის იხსნებოდა ნებისმიერი მიმართულებით თუ რამე გაივლიდა. რა ძალისხმევა დაგვჭირდა და რამდენი განსასწრელი გავიარეთ, სანამ სოხუმის ავიაქალაქში ფრინავებს მოვძებნიდით, ეს უკვე მეორე თემაა. მე მგონი ნაწილმა მისი დაცვის რაზმაც კი ვერ გაბედა იმ თვითფრინავში ჩაჯდომა გამოსაფრენად კოდორიდან გამოვიდნენ ისინი ფეხით. ფრინავები და კიდევ მთელი რიგი შემადგენლობა, მათ შორის ვინც ჩვენ გვახდა, დაჯდნენ ბოლ მანქანები რაც იყო ტრიალებდა, რაღაც მანქანებზე, გრუზავიკებზე და ყველანი წავიდნენ. და ძალიან ცოტა ხალხი დავრჩით ამ დროს. იქ უკვე იყო სიტუაცია, არავინ არავისზე არ ფიქრობდა. ჩვენი ფრინავის წინადღის დაბომბვის შედეგად დაზიანებული აღმოჩნდა და იძულებული გავხდით რესურს გასული თვითფრინავები როგორღაც დაგვექოქა. ეს ამაზე შეიძლება ფილმი გადაიყო. ხო და მე როგორ მოხდა ჩვენი გამოფრენა სრულიად მოულოდნელად სოხუმიდან ეს რესურს გასული თვითფრინავით, რომლის ღრიჭოებიდან ესე ვთქვა და რომლის ნასვრეტებიდან ყველა მხრიდან ქარი უბერავდა და წყალი ჩამოდიოდა, რომელიც ალბათ მანამდე აწვიმდა და ათოვდა იმ თვითფრინავებს და მის კორპუსში ჩადგა. აი ამ თვითფრინავით გამოფრინით იქიდან. ძალიან მძიმე დღეები იყო ეს, ძალიან მძიმე და მე ვფიქრობ, რომ ბევრი სახელმწიფოს მეთაური არ არის, რომელიც ეგეთ დღეებში თავის ხალხთან ერთად იყო წინა ხაზზე. ეს არის, მე ვფიქრობ, განსაკუთრებული მომენტი შევარდნაძის დიდ ისტორიაში, რომელიც მას თავს გადახდა პოლიტიკაშიც და ცხოვრებაშიც. მასზე ბოლო დღეს, აი როდესაც სოხუმი დაეცა, მიდიოდა ნადირობა წინა დღეებშიც და არსებობს უამრავი ეს რადიო, ასე ვთქვათ, დაჭერილი ის ფრაზები, ლაპარაკები, ეს ყველაფერი დოკუმენტები ამისი არსებობს. როგორ ესაუბრებიან ისინი ერთმანეთს, აფხაზები, რუსები და სხვადასხვა სამსახურები, აი ახლა სად არის, მას თავისი ესეთი ის ჰქონდა, ასე ვთქვათ, კოდურ სახელწოდებას შევარდნაძეს და აი ახლა ეს იქ არის, აქ არის, ახლა აქიდან გაუშვით ეს ნადირობა იყო. პილოტმა განაცხადა თითქოს რადიოში, რადიო გადაჭერა მოხდა, რომ ესეთი იყო ბისტრა სიდოი უხუდით. ესეთი სიტყვები დაიჭირა. ორი, ესე ვთქვათ, რაკეტა გვესროლეს. დავინახე. ფანჯრეს დაბლო ვიყურებოდით, მაგრამ ისე სწრაფად აიღო სიმაღლე, გაუცებულები ვიყავთ, მე ესეთი რამე არ მინახია. გაყინული სახით იჯდა შევარდნაძე თვითფრინავში მახსოვს. მე მოხდა ისე, რომ უკვე ფოთის თავზე ვიყავით, გამოვიდა ბორტი ინჟინერი იყო თუ არ ვცდები მაშინ და ფოთის თავზე ვართო და ნუ ახლა ამხელა განსასწრელი, ამხელა
მაშინ ვართ, რა ქვია, მძიმე სიტუაციაში ვართ, მძიმე სიტუაციაში, იმიტომ რომ ჯერ ერთი დამარცხებული ტოვებს ოხუმს, ტოვებს შენს მიწა-წყალს. მოდი ხარ, არ იცი ვის რა უთხრა, იქ უამრავი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ჩვენი ყოფილი თანამშრომელი, ჩვენი თანამშრომელი მაშინ ვოვა მურადოვი, რომელსაც აი ბოლო დღეებში ჩვენთვის ტანსაცმელი და პირადი ნივთები მოქონდა, იმიტომ რომ ჩვენ სოხუმში მოულოდნელად გავფრთხილდით, ისე გავფრთხილდით, რომ ვერაფრის წაღება ვერ მოვასწარით და პირდაპირ ესე ვთქვათ, ქალაქის სამუშაო ფორმით გავფრთხილდით და ცალკე ეს განცდა, ცალკე ის ყველაფერი, რაც იმ ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ, ბევრი სიკვდილი, უბედურება, გაჭირებული ხალხი, ძალიან რთულია ამის გადმოცემა და ემოციის გარეშე ელაპარაკო ამაზე ფაქტიურად შეუძლებელია. მეორე განსასწრელი დაგვიდგა წინ, ფრინავმა გითხრა, რომ ფოთში ვერ დავჯდებოდით, იმიტომ რომ ასაფრენი ბილიკი იყო მოკლე. ქუთაისამდე საწვავი არ გვეყოფოდა. და იყო ერთადერთი გზა აჭარა, ბათუმი. ბათუმში დავჯდებითო. მაინცო ისე გააკეთეო, რომ მე აქ არა ვარო. ისე გავაკეთეთ მაშინ, რომ იქ არ გამოჩენილა. გამოვედი და დავხვდე, ვინ არის მეოთხარი, ერთი ბიჭი გამოვიყვანი ჩემი სპეცნაზელი რაღაცა, გადაიხვიება და დაჭრილები არიან მეთქი რაღაც და კაი და საწვავი ჩავასხით და შეიძლება იცოდნენ ვინც იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე ჩაიარა ამ. ეს ნიშნავს, რომ იმ მომენტში მას ნდობა არ ქონდა არავის. წამოსვლაზე უარესი ჩამოსვლა იყო, აქ ჩამოსვლა. და საოცრად მძიმე იყო თბილისში დაჯდომის წუთები და თბილისის მიწაზე აი ფეხის დადგმის წუთები, იმიტომ რომ აი ზუსტად იმ დროს მოხდა ის ყველაზე დიდი ესე ვთქვათ ემოციური განმუხტვა ჩვენში, იმიტომ რომ ამ დროს იძალა ცრემლმა, აი მაღალი ხმით ესე ვთქვათ ღრიალმატი, რაღაც სასწაული იყო, ძალიან ძნელი გასახსენებელია ეს ყველაფერი და ომები მოუგიათ, წაუგიათ. მაგრამ აქ ლაპარაკი იმაზეც არის, რომ ღირსება შეინარჩუნო. პარლამენტში არ გინდა მიხვიდე? პარლამენტში ნახევარზე მეტი ოპოზიციონერები იყვნენ. და ნუ რა უნდა ქნა ახლა ვარი თქვა ყველაფერზე ხარ შეიძლება ავდექი და წავედი პარლამენტში. და მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მთელი დარბაზი ადგა და ტაშით შეხვდა მას. ეს ადამიანურმა მსნობამ გაიღვიძა ყოველ მათგანში, მათ იციან მე რას გამიცდი და ნუ ასე დროს ადამიანს სჭირდება გამხნეობა და მხარდაჭერა. მე მინდა ასევე ჩვენი ეკლესიის სახელით, ჩვენი მოწმეების სახელით გამოვთქვა დიდი პატივისცემა და თაყვანისცემა თქვენდანი. აი იმ დიდი გმირული სულისკვეთებისათვის, რაც თქვენ ვაჩვენეთ. თქვენ გახდით მაგალითი ყველასათვის. მაგალითი ერისთვისაც და ბერისთვისაც. და ჩვენი ხალხი დიდად აფასებს თქვენს თავდადებას. მუდმივად სილასა და ხარიბდა შორის იყო და ხალხი ვინც მას ამტყუნეს, პირველ რიგში ამას ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ სილასა და ხარიბდა შორის იყო, იმხელა პოლიტიკოსი იყო, რომ მაინც უნდა იპოვო გამოსავალი. ეს მაინც უნდა იპოვო გამოსავალი, ეს ძალიან რთულია. უდიდეს პოლიტიკოსებს ჰქონიათ ისეთი შავი დღეები, როდესაც გამოსავალი უბრალოდ არ ჩანს და ყველაფრის განჭვრეტა შეუძლებელია. გადახედეთ ჩერჩილის, რუზველტის, სხვების მემუარებს და ნახოთ, რომ ეს ესეთი რამ არის. ერთი რამის გამო ერიდებოდა ამაზე ძალიან ღიად და დოკუმენტებით საუბარს. შეიძლება ამას გამოეწვია კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება ხალხში. აი მისი ხედვა ასეთი იყო, რომ დავაცავთ ეს დადგება, დაჯდება, ამისი დროც მოვა. აქედან ამ გადმოსახედიდან ომი როცა დამთავრდა და ფიქრობდი, რომ ალბათ არც ვიცი შეიძლება და მაგ ომის თავიდან აცილება. სხვა გზა არც იყო მოსალოდნელი. ურთულესი მდგომარეობიდან, რაშიც საქართველო იმყოფებოდა, ასეთი იმპერიიდან განთავისუფლება, ეს ურთულესი პროცესია.
ნო ჩვენ ხალიჩებს არავინ არ დაბეგებდა და ისე არ გაგვისტუმრებდა იმ იმპერიიდან. რუსეთს საქართველოს ომი შენიღბული ომი გრძელდება. იცი რა თქვა გრაჩოვმა? გრაჩოვი იყო თავდაცვის მინისტრი, გენერალი. გრაჩოვმა თქვა რომ ჩვენ აფხაზეთს ვერ დავთმობთ. თუ აფხაზეთი დავთმეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ შავ ზღვას დავკარგავთ. ყირიმი ხო დაკარგეს. სევასტოპოლი ხო დაკარგეს. ილჩოვსკი ხო დაკარგეს. და დარჩათ ერთადერთი ნავსადგური, რომელიც თელ წლის განმავლობაში სანაოსნოდ არ ვარგა. ნოვოროსიისკი. ეხლა აფხაზეთი ჭირდებათ მართლაც სტრატეგიულად აუცილებელია მათთვის ეს. მაგრამ აღარ იკითხები ქართველებს. რატომ მოაწყოს ქართველების წმენდა? რატო სხვები არ გარეკეს? იქო მარტო ქართველები აცხოვრობდნენ. 300,000 კაცი გამორეკეს. და რამდენი დაიღუპა, რამდენს თავი მოაჭრეს. და მერე ფეხბურთს თამაშობდნენ. ეს რუსების სანქციით იყო ყველაფერი. იმიტომ რომ ქართველები იქ არ უნდა დაბრუნებულიყვნენ. სანამ ქართველები იყვნენ იქ, მანამდე რუსეთი ვერ გამოიყენებდა შავ ზღვაზე გასასვლელად აფხაზეთს. ეს იყო უმთავრესი ინტერესი. არ გაგიგიათ კიდე შევარდნაძემ გაყიდა აფხაზეთი და მე მივიკითხე რამდენად გაყიდა, ვის მიყიდა, კაცო? გაყიდა რას ნიშნავს ვის მიყიდა? თვითონვე კარგად იციან რომ ეს ისეთი სისულელე ამაზე რა უნდა ისთვის გაყიდა რა მოიგო შევარდნაძემ ამით? რაში სკიპზე იყო მთელი ხელისუფლება აფხაზეთში იმ ტრაგედიის მერე საქართველო იყო საერთოდ სკიპზე მთლიანად დასაშლელად იყო გამზადებული ყავდა რუსეთს დასაშლელად და შევარდნაძის პიროვნული ბედიც რა თქმა უნდა თავიდან ბოლოს სასწორზე იყო როგორ შეიძლება შევარდნაძეს სურვილი ქონოდა ესე ვთქვათ მარცხის როცა ჩადიოდა იქ სადაც შეიძლება ჭურვი დაცემოდა პირდაპირ გრადის თავზე ეხლა აი ამას ხო მოფიქრება უნდა იქ რო დიდი განსაცდელი იყო ვინმე აქ ტერორისტული აქტების დროს იქ ხო გრადის წვიმები ეცემოდა თავზე თითქოს ყველაზე და როცა განგება ხედავს რომ შენ მართალი ხარ მაშინ ალბათ ზეციური ძალების გახმარებია მე მაგ ასეთი კითხვა აი თქვათ რომ გახსნილი ყოფილიყო ეს ზუგდიდი იქიდან სოხუმიდან ეს დევნილები რო წამოვიდნენ რატომ გახდნენ იძულებული რომ წასულიყვნენ სვანეთით და იქ რამდენი ადამიანი დაიღუპა რატო გამოეთარებინათ ზუგდიდზე უფრო ადვილი არ იყო გამაიძულა ისინი იქ აი ასეთი ჯოჯოხეთის გოლგოთის გზა გაევლოთ სწორედ ღალატ თან ის ხალხი ლაპარაკობს, მე ახლა არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, რომლებიც მე ტელეფონში მე ახლა უშიშროების შეფი ვიყავი და მაქსიმუმ ჩემი ვალდებულება იყო გამოკონტროლებინა გარკვეული საუბრები. და ერთმანეთს იმეებით და რადიო გადაჭერებს ვაკეთებდნენ, ულოცავდნენ გაგრის დაცემას და უხაროდათ ქართველებს. აი გაგრა რო დაეცა ერთმანეთს უხაროდათ და სოხუმი რო დაეცა. ვინაიდან ესე იგი ამით ასე ვთქვათ დარტყმა მიადგა შევარდნაძეს. ხედავთ რა დონეზე გადაგვარება ხდებოდა. ახლა არსებობს უამრავი ასე ვთქვათ თეორია ეს ამანეს ჩაიდინა, იმანის ჩაიდინა. იცით რეტროსპექტულად ძალიან ადვილია თავის გამართლება. შეიძლება რაღაც მცირე დეტალი შეატრიალოთ და უცებ მთელი სურათი გამოჩნდება სხვაგვარად. ჩვენ სამწუხაროდ ვერც ამის მოძიება შევძელით ისე როგორც საჭიროა და ვერც საზოგადოებრივი სიმართლის თქმა. ეს ყველაფერი რატომ ყავს? ისტორიკოსებმა მარტო მოადეს სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც სასიტომია და განხილულია მოსამართლე ალადაშვილი იყო და იქ ყველაფერი წერია და ყველაფერი გაანალიზებულია შეგნით და გადაჩენები არსებობს ამაზე. არ შეიძლება ქვეყანაში მოხდეს რაიმე
ტრაგიკული მოვლენა და იგი დეტალურად არ გაანალიზდეს, არ მოიძებნოს ის თუ სად იყო შეცდომა ერთი, მეორე, მესამე, რომ თუნდაც შემდგომ იგი არ გამეორდეს. ეს არის კიდევ ერთი სუსტი, ძალიან სუსტი. მე ვიტყოდი მხარე ჩვენი სახელმწიფოებრიობის ჯერჯერობით. ჭეშმარიტება სადღაც დევს და საზოგადოებას მასზე ძალიან ზედაპირული წარმოდგენა აქვს. ჩემო ჟული შვილო და ძმაო თანამებრძოლო და თანამოაზრეო დღეს შენ წინაშე ვერავინ ვერ გამოვა აღებლების გარეშე ყველას გვიჭირს ლაპარაკი მე განსაკუთრებულ სამძიმარი სიტყვებს გადავცემ აფხაზეთს, ჩვენ აფხაზეთს, ქართულ აფხაზეთს, რომლის გადასარჩენადაც შენ სიცოცხლე გაიღე. ნატყვიარები გატყვია. შენ ვაშკაცურდა ლამა სახეზე. არ დაიშლება საქართველო. არ გადაგვარდება და არ გადაშენდება მანამ. სანამ მას ეყოლება ისეთი შვილები, როგორც შენახა. არ გემშვიდობები. შენ მარად ცოცხალი იქნები საქართველოსთვის. ყოველთვის იმას ვამბობ, რომ SNG-ში შესვლა თუ გინდაც, ეს არ არის შევანაძის სტრატეგიული არჩევანი, ეს იყო არჩევანი განადგურებასა და რაღაც ჰაერის შესუნთქვას, ჟანგბადის შესუნთქვას, რომ მიიღო მერე რეალური გადაწყვეტილება. იმიტომ რომ მაშინ რო SNG-ში შესვლა არ მოხდარიყო, უპირობოდ საქართველო გაიყოფოდა ორ ნაწილად, ეს როგორც მინიმუმ და შემდგომ მოხდებოდა მთლიანად ესკალაცია აი ამ კონფლიქტის მთელ საქართველოს ტერიტორიაზე. საბჭოთა კავშირი დაიშალა და დსთ რა იყო, არაფერი არ იყო, არც იყო და არც არის სამეურნეო გაერთიანება. მაგრამ რაღაცა პოლიტიკაში შედებოდათ რუსებს, რომ ასე უცებ არ დასუსტებული იყვნენ თქვა ტერიტორიულად და არაჩვეულის სწორი გადაწყვეტილება იყო სამოქალაქომი დაასრულა დსთ-ში შესვლა მაშინ საქართველოსი და პირიქით გადარჩა ქვეყანა. შევარნაძეს იმ მომენტში ნამდვილად სხვა გამოსავალი არ ქონდა. ეს იყო გამომდინარე არა იქიდან, რომ მას რუსეთისკენ მიბრუნება უნდოდა, რუსეთის ორბიტის. კაი, მე მინდა ზუსტად ესე შევ. არავით არ მსგავსი, ეს მე ისტორია მაჩვენა, რომ შევარნაძე ისე წავიდა დასავლეთის მიმართულებით ძალიან გაჭრა გზა. ზუსტად ეს დაიწყო ეს პროცესი 95 წლის მერე, მაგრამ იმ მომენტში ცქიფსე იყო მთელი ქვეყანა, სამოქალაქო ომი, ყველაფერი და სხვა თუ დაიხლიჩებოდა მთელი საქართველო, ამიტომ მას სხვა გამოსავალი არ ქონდა დროებით რომ დაერეგულირებინა ეს ვითარება, ამისთვის გადადგა მანეს და უბრალოდ ეხლა ჩემთვის ეს შეუძლებელი იქნებოდა მე ამ დროს ყოფილიყავი, ესე იგი თანამდებობაზე. უშიშროების მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი გადადგა. ამ დროს მე მოსკოვში ვარ და ელცინთან მოფილება მომივიდა. მითხრა რომ განახაზა ესე შევადო და აქეთ შენიღავი იქეთ ის იყოს და რომ ჩამოვედი გავიგო რომ ფოთი აღებულია. მე ვარ სანტრედიაში. სანტრედიაში ესე ვთქვათ იგეგმება შემოტევა შეერაღებული ბანდფორმირებების და იქ ტარდება თათბირი. ამ თათბირს იგორ გიორგაძე მაშინ არის კიტოვანის წარმომადგენელი თავდაცვის სამინისტროში, მე ვარ უშიშროების მინისტრის მოადგილე, შევარნაძეა ჩამოსული იქ ატარებს თათბირს, რომ აი როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისული სიტუაციიდან. და იქ მიდის იმაზე ლაპარაკი, რომ აი ჩვენ ჯარი გვაქვს, ჩვენ იქ დავაყენებთ და მე ვთქვი, რომ ბატონო ედუარდ, აბსოლუტურად ნოლია მომთხარი შესაძლებლობები ჩვენი, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ისინი რაღაც წინააღმდეგობას გაუწევენ. იმ დღეს უნდა დაენიშნათ ავთო იოსელიანი და დანიშნული იყო უშიშროების მინისტრად. და იმ დღესვე შევარნაძემ შეცვალა თავის გადაწყვეტილება დანიშნა იგორ გიორგაძე. იგორ გიორგაძის დანიშნამ მოხდა რა? მოდი გაიხსენეთ ის დრო, როცა ეს მოხდა. ფოთი გაძარცულია
დაკავებული აქვთ თქვენი სიძრაძალები იყო მაშინ და საქართველო ვერაფერს ვერ იღებს. ვერც ხორბალს, რომელსაც გვიგზავნიან ჩვენი მეგობრები, ვერც ფქვილს, ვერც კარაქს, ვერაფერს. საერთოდ იმას რითაც უნდა ვიარსებოთ. და ლაპარაკი იყო იმაზე, რომ არის სულ რაღაც რამდენიმე დღის მარაგი დარჩენილი. თუ ფოთი არ გაიხსნებოდა, ეს ნიშნავდა დანარჩენი საქართველოს ამოხრჩობას და აბსოლუტურ შიმშილს. ეხლა ფიქრობ, რა გავაკეთო, ვის დავურეკო? და დაურეკე უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს კრავჩუკს. ეს არიციან საქართველოში. უთხარი რომ ჩვენ ვიღუპებით. ჩემზე არ არის ლაპარაკი, ვიღუპება მთელი ხალხი. დაიწყება ორ დღეში შიმშილი, არავითარი მარაგი არ გაგვაჩნია და საჭიროა თქვენი ბრძანება, რომ ბატონი ბალტინი შემოვიდეს სიმბოლურად ფოთში, რომ ჩვენ საშუალება ვქონდეთ ფოთში გემები მიიღოთ. რომ არც რუსეთისთვის ამისაღები და არც საქართველოსთვის. რომ ფოთი დაიკეტოს. ეს გამოიწვევს ახალ აფეთქებას, ახალ ტალღებს და რუსეთსაც და საქართველოსაც გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდება. მითხრა რომ ელცინს ხო არ დაურეკავ, ხო არ შეგიძლია რაღაც ერთობლივი ის კონდათ მაშინ. ეხლა მარტო უკრაინისა. ვერა მეთქი, ისეთი რამ მითხრა რომ ვერ დაურეკავ. კარგიო. მე ვიღებ ჩემ თავზეო და 1 საათში, საათნახევარში დაგერეკავ. მართლა დამირეკა. საათნახევარში და მითხრა რომ მიეცი ადმირალს განკარგულება, ბრძანება და ამ საღამოს წამოვა. ან უკიდურეს შემთხვევაში ზეგდილით ფოთში იქნება ფლოტი. ადმირალი დაიძრა. მეორე დილით დაიძრა თავისი არმადით. ახლა არმადას რომ ამბობ, ეს წარმოიდგენს, რომ ეს ასობით გემი და კრეისერები და რაღაცეები. მაგრამ იმ პირობებში მას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. კიდევ რა გააკეთეს? გარდა გემების შემოყვანისა, იმისაც რომ გემები დაცული ყოფილიყო, ქალაქის ნახევარი მათ აიღეს თავიანთ კონტროლის ქვეშ. და ფოთში დამყარდა წესრიგი და დაიწყო გემების შემოსვლა. და უნდა გითხრათ, რომ არც ერთ საბრძოლო ოპერაციაში ბალტინი არ ჩართულა და მისი ჯარისკაცების მატროსები, მეზღვაურები, არც ერთ საბრძოლო ოპერაციაში. ეს იყო ისტორიული მოვლენა საქართველოს ცხოვრებაში. აღარ გამოდგა ის რუქა, რომელიც კრაჩოვმა დახატა და ელცინმა მაჩვენა შუაზე გაყოფილი საქართველო. ერთ მხარეს ერთი პრეზიდენტი, მეორე მხარეს მეორე პრეზიდენტი, ეს ახალი დაშლა იყო ქვეყნისა და ასე უკრაინამ გადაარჩინა მაშინ საქართველო. ფოთი გადაარჩინა და ფოთის ამ გზით გადაარჩინა საქართველო. მან გადასარევად გათვალა, რომ ის რა ახლა ხო იცით როგორც ხდება, ყველა ამბობს, რომ აი როგორც რევოლუციის წინა დღეს ყველა ზომები მიღებულია ბატონ ედვარდ არაფერი ექსცესი აქ არ მოხდებოდა, მე კარებებს აღებდნენ, ხო? ანალოგიური იყო იქაც. ესე იგი, მაშინ როცა ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას ვიღებდით ჩვენ, სასწორზე სიკვდილ სიცოცხლის საკითხი იდგა. ან გადარჩება საქართველო, ან ვერ გადარჩება. და პატარა ხავსის ოდენა რაღაცა თუ იყო ხელის მოსაკიდებელი, იმასაც კი ჩავჭიდებდით ხელს, რომ როგორმე ამ კატასტროფიდან გამოსულიყავით. ამიტომ როდესაც პროცესებს ან რამე ფაქტს ვიხილავთ, ან უყურებთ, ყოველთვის იმ პრიზმაში უნდა შევხედოთ, რა ხდებოდა მაშინ. თორე იგორ გიორგაძის დანიშნოს მე რა თქმა უნდა არასდროს არ აღვიქვავდი იმ სიტუაციად, რომ მას მისცა შანსი. არა, ეს იყო კომპრომისი იმ არჩევანს შორის, რომ ან დაეკარგა საქართველოს დასავლეთი იმ პერიოდში ბანდფორმირებებს აეღოთ და დაწყებულიყო ქაოსი, ან გარკვეული რაღაც შესვენება გაეკეთები ამ სიტუაციაში. აი ეს იყო. თორე მაშინდელი სამინისტრო მინისტრთა კაბინეტს რო გადახედათ, არდიკო ნადიბაიძე თავდაცვის მინისტრი იყო, იგორ გიორგაძე ერთადერთი გრაჩოვი გვაგლდა. ვერც შემომცემ მაგის გარანტიას და ვერც ვერანი. მაგის გარანტიას თუდა ძნელია. როდესაც ეს აფხაზიდან დევნილი მოსახლეობა გავაერთიანეთ, ჩვენ უკვე მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ის რუსი მოგვაშოროთ იქედან და შემდეგ აფხაზეთი დაბრუნდება საქართველოში. გაუსროლა. ასე იოლად არ მოხდება, მე მოხდება დაგიჯერეთ. ჩვენ იქ ვიყავით ბატონ პატრონი და იცით. აი მაშინ ეხლაც არ იქნები ბატონ პატრონი.
იმიტომ რომ ის სხვა ფორმით რჩება იქ. ქვეყანა ცდილობდა, ასე ვთქვათ, გამოსულიყო ამ სიტუაციიდან და სწორი იყო ის სტრატეგია, რომელიც იქნა არჩეული, ეს იყო შიდა გარდაქმნის სტრატეგია. ანუ მის თანაზრისად თუნდაც რუსეთთან ჭიდაობას აზრი აღარ ქონდა იმ მომენტში, საქართველოს არც რესურსი გააჩნდა და არც პერსპექტივა ასეთი დაპირისპირების შემთხვევაში. ეს უფრო რთული და მე ვიტყოდი ასე ვთქვათ, უმაღლესი მათემატიკის პოლიტიკაა. პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნება. დღეს რაც შესაძლებლობა არსებობს, ის უნდა გამოიყენო. თუ ამას ამ პრინციპს დაარღვევ, დაისჯები, ისე როგორც დავისაჯეთ, როცა ეს ომი დაიწყო. ძალიან ხშირად ისმის უსამართლო კრიტიკა მის მიმართ, მაგრამ ამ კრიტიკის ავტორებს თუ უფიქრიათ თავად ამ მდგომარეობაში როგორ მოიქცეოდნენ, რას მოიმოქმედებდნენ, როგორ გამოვიდოდნენ იმ ვითარებიდან. შემიძლია გითხრათ, რომ ეს გარდატეხა დაიწყო ბატონი შევარდნაძის ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში 94 წლის გაზაფხულზე. მაშინდელი შეხვედრა ბატონ კლინტონთან, თუმცა მას იგი ადრეც შეხვედრია, მაგრამ ეს იყო სხვა სახით და სხვა მიზნით და აწყობს საგარეო ტურნეს, ასე ვთქვათ. ჩადის ჩინეთში, ირანში და გერმანიაში. იმ დროს ჩინეთიც, ირანიც და გერმანიაც დაპირისპირებულები იყვნენ რუსეთთან. და ფაქტიურად აი ამ ტურნეში იკითხებოდა, რომ ეს ნეიტრალობას აპირებს რუსეთის დაბალანსებით იმ ქვეყნებით, რომლებიც რუსეთს უპირისპირდება. შეხვედრები მსოფლიო ბანკში, სავალუტო ფონდში და ასე შემდგომ, სადაც დაიგეგმა საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენის პროგრამა ქვეყანაში რეფორმების, ღრმა სერიოზული რეფორმების გატარების მიზნით. მანამდე ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდათ ბატონი ელცინი ჩამოვიდა თბილისში, ეს იყო რუსეთის, დამოუკიდებელი რუსეთის პრეზიდენტის ერთადერთი ვიზიტი ფაქტიურად საქართველოში, რომლიდანაც ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა საქართველოს და რუსეთს შორის და თუ შეიძლება საქართველოს რუსეთი დაზავდა. ვეძებდი გზას, რა უნდა იყოს ისეთი ლაკონურად გამოთქმული, ისეთი იდეა, რომელიც საქართველოს დაუმკვიდრებს, რაღაც ფუნქციას მიცემს, ადგილ დაუმკვიდრებს თანამედროვე მსოფლიოში. 1993 წელს ღიად და გახსნილად განაცხადა, რომ საქართველოს უნდა გახდეს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და სწორედ მას ეკუთვნის იდეა იმისი, რომ აღდგეს ძველი აბრეშუმის გზის ეგრეთ წოდებული საქართველოზე გამავალი მარშრუტი და რომ საქართველოს ოდითგანვე ძველი აბრეშუმის გზიდან დაწყებული თამაშობდა უდიდეს როლს როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა უღალა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ვერ გაიგო გეოპოლიტიკური ვითარების, ვერ შეაფასა სწორედ გეოპოლიტიკური ვითარება კავკასიაში, ამდენი მტერი ყავდა შინიდან, გარედანაც ქვეყანას, თვითონ ედუარდ შევარდნაძესაც მაინც ისეთი სულა განახორციელა, მე ვგულისხმობ გეოპოლიტიკურ სულას, რაც იყო აი ამ ენერგოკორიდორების საფუძვლის შექმნა. ქართველ დიპლომატს უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში თუ დაიწყება ენერგომატარებლების კორიდორების მშენებლობა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს დაკარგავდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. ევროკავშირში ვიყავი 93 წელს, რაღაც საკითხები გადავწყვიტეთ, ევროკავშირის თავმჯდომარეს ესწრებოდა და მე დავიწყე საუბარი აბრეშუმის გზაზე და იმ დიდ პროექტებზე და მიყურებენ ადამიანები გაშტელებულები. ეს კაცი ჩამოვიდა იმ ქვეყნიდან, სადაც სამოქალაქო ომია, შიმშილია, აბრეშუმის და რაშვაშია, რა არის აბრეშუმის გზა. მაგრამ ახლა ალბათ მე ცოტა უფრო შორს ვიხედებოდი, ცოტა უფრო შორს ვინან ევროკავშირს არც ნავთობი უჭირდა, არც პური, არც ხორბალი, არც არაფერი და იმიტომ გაჭირებამ გვაფიქრებინა იმაზე, რომ შეიძლება იყოს ახალი პროექტები. ამან პრაქტიკულად რეგიონს და ჩვენს ქვეყანას ფუნქცია განუსაზღვრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სვლა იყო. მე ვთვლი, რომ თუ აფხაზეთი იყო წარუმატებლობა, ისი როგორც სახელმწიფო ლიდერის და ის ამას განიცდი და ჩვენ ამაზე გქონია საუბარი, ენერგოკორიდორები იყო მისი უდიდესი წარმატება. მიუხედავად იმისა, რომ უძლიერესი წინააღმდეგობა იყო იმ პერიოდში. და
და ზუსტად რამდენიმე ხანში მოხდა ტერორისტული აქტი 95 წლის აგვისტოს ტერორისტული აქტი. ეს პირდაპირ დაკავშირებული იყო აი ამ ამბებთან. ყველაზე ცუდი ორატორი რომ ამბობს და ბოლოს აი უნდა იცოდე რომ მაშინ იწყება ნამდვილი გამოსვლა.